საუბრება ბიზნესი დღეს მომხმარებელს და რას ეილის მომხმარებელი ბიზნესისგან. ამ თემით კვლევითი კომპანია ACT დაინტერესდა. როგორც ირკვევა, ქართველი მომხმარებელი თითქმის ყველა ინდუსტრიაში უფრო მეტად მეგობრულ და უშუალო კომუნიკაციას აფასებს. რამდენად ემთხვევა ქართული რეალობა გლობალურ ტენდენციებს, ამ თემაზე სასაუბროდ გვერდდება ჩვენი სტუმარი ეკატერინე იჯიბაძე, ACT კვლევის პორტფოლიოს ლიდი. ძალიან დიდი მადლობა გარიცემაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რა განაპირობებს დღესდღეობით ბიზნესში მომხმარებლის სანდოობას კომუნიკაციის მიმართულებით? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ACT კვლევა 20 წელზე მეტია სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებს მხარს უჭერს მონაცემზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ თვალს ვადევნებთ როგორც საერთაშორისო ტრენდებს, ისევე ქართულ ბაზარს აქტიურად და შესაბამისად მათთვის საჭირო სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ვაწარმოებთ ხოლმე კვლევებს და ამას შემდგომ უკვე საჯაროდ ვაზიარებთ. ამ შემთხვევაში თქვენს კითხვას რაც შეეხება რა განაპირობებს ნდობას, ეს სიღრმისეული საგანია, კვლევის საგანია, ნდობას მომხმარებლებში იწვევს სხვადასხვა ფაქტორი, პირველ რიგში ემპათია, მათ მიმართ ბუნებრივი დამოკიდებულება, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მომსახურების პროცესში და პროფესიონალური ტონიც გარკვეულწილად ბუნებრივია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებლებს უნდა ვესაუბროთ რაღაც კონკრეტული გაწერილი მკაცრი სკრიპტით, გარკვეული პროფესიული დისტანციით, მათში ნდობას პირველ რიგში ქმნის ემპათია, ღიაობა და გულწრფელობა. როგორი საკომუნიკაციო ტონი აქვს დღეს მსოფლიოში ბიზნესს? მოდით ჯერ ვისაუბროთ უფრო საერთაშორისო ტენდენციებზე და შემდეგ გადმოვიდეთ ქართულ რეალობაზე და შევადაროთ. კი ბატონო, მოგახსენებთ, საერთაშორისო ტრენდები, სხვადასხვა გლობალური ბიზნესები პირველ რიგში არიან თანმიმდევრულები. ანუ კომუნიკაციის ტონი, თუნდაც voice ეს არ არის მხოლოდ მომსახურების პროცესში ბიზნესის ტონი. ეს არის სხვადასხვა არხში, თუნდაც მარკეტინგული აქტივობებით დაწყებული პროდუქტის თუ სერვისის მიწოდებით დასრულებული კომუნიკაცია. შესაბამისად, ბიზნესი პირველ რიგში უნდა იყოს თანმიმდევრული ამ კომუნიკაციაში. საერთაშორისო გლობალური ბიზნესები ასე იქცევიან და ჩვენი დაკვირვებით ქართულ ბაზარზეც არის ამისი ასე ვთქვათ, კარგი წარმატებული მაგალითები ქართული ბიზნესებიდან გამომდინარე და შესაბამისად როგორც კი მომხმარებელს ვესაუბრებით თანმიმდევრულად, ვესაუბრებით ღიად, ჩვენი კომუნიკაციის ფორმა არის მათთვის გასაგებ ენაზე, ეს უკვე განაპირობებს მათში ნდობის მოპოვებას. მინდა ჩაგეკითხოთ რა ბოდიში რო გაგაწყობინეთ, რას გულისხმობთ თანმიმდევრულობაში, უფრო რომ განმარტოთ? კი ბატონო, მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, თქვათ, მარკეტინგულ კომუნიკაციაში დაპირებას, ანუ კომუნიკაციის ტონი ბიზნესის არის რაღაც გარკვეული მის სეგმენტზე მორგებული, ხო? ამავე ტონს, ამავე ხმას უნდა იმეორებდეს ყველა touchpoint-ში, ანუ ყველა შეხების წერტილზე ბიზნესი, სადაც კი მომხმარებელს ხვდება. ეს იქნება ცხელხაზზე განხორციელებული ზარი და განხორციელებული მომსახურება, იქნება ფიზიკური კომუნიკაცია, ონლაინ კომუნიკაცია თუ არ უნდა იყოს აცდენა. უნდა იყოს აცდენა, ბრენდის დაპირება, ერთგვარად რაც შეიძლება მოვიაზროთ, თქვათ, მარკეტინგული კამპანია, მარკეტინგული კომუნიკაცია, რას აჟღერებს, რას პირდება ბრენდი თავის მომხმარებელს, თანმიმდევრული უნდა იყოს შემდგომ უკვე აღსრულების პროცესში, ეს იქნება პროდუქტის მიწოდება თუ სერვისის. რა ხდება საქართველოში? სანამ კვლევის შედეგებზე გადავალთ, აუცილებლად მინდა გკითხოთ მეთოდოლოგია, წარმოიდგინე რომ შეგვექმნას რა რაოდენობის ადამიანი გამოიკითხა და რა ფორმით? მოგახსენებთ, ჩვენ გამოვიკითხეთ საქართველოს დასრული მოსახლეობა, ჯამში გამოკითხული იქნა 800 რესპონდენტი. ქვეყნის მასშტაბით, რომელთაც დავუსვით ასეთი კითხვა. მომსახურების პროცესში უშუალოდ ჩვენ ამ შემთხვევაში კონცენტრირება გავაკეთეთ კომუნიკაცია, ანუ tone of voice-ში, გამოვყავით უშუალოდ მომსახურების პროცესში კომუნიკაციის ტონი და დავინტერესდით მომხმარებლებში რა ურჩევნიათ მათ. კომუნიკაცია იყოს უფრო ფორმალური და დისტანცირებული მათგან და უფრო ოფიციალური ტონის შემცველი თუ იყოს მეგობრული და უშუალო.
შესაბამისად სხვადასხვა ინდუსტრიაში ვიკითხეთ, სხვადასხვა ინდუსტრიის მომხმარებლებში დავინტერესდით აზრით, თითქმის ყველა ინდუსტრიაში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მომხმარებელი არჩევანს უმეტესწილად აკეთებს მეგობრულ და უშუალო ტონზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფორმალურ და ოფიციალურ ტონზე უარი უნდა თქვას ბიზნესმა, იმიტომ რომ კონკრეტულ ინდუსტრიას თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად, ჩვენი კვლევა ნამდვილად ადასტურებს, რომ ბანკები, მიკროსაფინანსოები, მობილური ოპერატორები თუ ინტერნეტ პროვაიდერები, ეს ორგანიზაციები გარკვეულწილად აუცილებლად უნდა ინარჩუნებდნენ ბალანსს ფორმალურ და ოფიციალურ ტონსა და მეგობრულ და უშუალო დამოკიდებულებას შორის და აქ საინტერესოა თაობებს შორისაც განსხვავება. ეს მინდოდა აუცილებლად მეკითხა, იმიტომ რომ ყველას არ აქვს ერთნაირი მოთხოვნები, ის რაც უნდა ჯენზის შესაძლოა საერთოდაც არ მოსწონდეს მილენიალებს. რა გამოვლინდა ამ მიმართულებით და როგორ უნდა მოერგოს ბიზნესი ყველას თანაბრად? ხო, ეს ოქროს შუალედის დაცვა საკმაოდ დიდი გამოწვევაა ბიზნესებისთვის ყველა ინდუსტრიაში. რაც შეეხება რომ დავუბრუნდეთ თაობათა შორის განსხვავებებს, ამ შემთხვევაში ასაკის ზრდასთან ერთად განსაკუთრებით 4 ინდუსტრიაში გამოიკვეთა ეს კრიტიკული განსხვავებები თაობათა შორის. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ისეთი მომხმარებლის წილი, რომელიც არჩევანს აკეთებს კომუნიკაციის პროცესში მეგობრულ და უშუალო ფორმაზე კომუნიკაციის. შესაბამისად, ჯენზი და მათ შორის სხვათა შორის მილენიალებიც უფრო მეტად აი საბანკო საფინანსო სფეროში წეღან, როგორც აღვნიშნე ეს მობილურ ოპერატორებსა და ინტერნეტ პროვაიდერებთან უფრო მეტად არჩევანს აკეთებენ, ანუ საკმაოდ მეტი ჯენზის შემთხვევაში თითქმის 9-ვარი, მილენიალების შემთხვევაში 10-დან 4 მომხმარებელი არჩევანს აკეთებს ფორმალურ და ოფიციალურ ტონზე კომუნიკაციის მომსახურების პროცესში. აი ამ სხვაობების მიზეზი უშუალოდ რატო ჩვენ ჯენზის ზოგადად ხასიათდება როგორც სმარტი, მარტივი და თითქოს ეს ფორმალობა და ოფიციალობა რაღაც თითქოს გვეუცნაურა, თუმცა ამისი აღმხსნელი შესაძლებელია იყოს ის, რომ ჯენზის სჭირდება უშუალოდ მის საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაცია, მარტივად და სწრაფად, ყოველგვარი ზედმეტი უშუალობის და ფამილიარობის გარეშე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო კვლევის დეტალების გაცნობა. მადლობა მობრძანებისთვის.